მოგესალმებით. მე ვარ ნინა შონჰოფი და თქვენ უსმენთ ჩემს პოდკასტის ეპიზოდს, რომელსაც ქვია რატომ არ უნდა გჯეროდეთ ასტროლოგიის. და ამ ეპიზოდში მიაგიხსნით, რატომ არ უნდა დაიჯეროთ ასტროლოგიის. დავიწყებთ ცოტა შორიდან და როგორც იცით, ჩვენ ყველანი ვართ უბრალოდ ენერგია. ანუ ფიზიკოსებიც მივიდნენ უკვე ამ დასკვნამდე, დაამტკიცეს ძალიან ბევრი ექსპერიმენტით, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ვიცით, რომ ჩვენ ენერგია ვართ, ჩვენ მაინც ისე ვაგრძელებთ ცხოვრებას, თითქოს არა ვართ ენერგია, რადგანაც ჩვენი ტვინი ამას ვერ აღიქვამს. სინამდვილეში, როდესაც სხეულში ჩამოვდივართ, ჩვენ ცნობიერებას აქვს დაყენებული, ასე ვთქვათ, ფილტრები, რომლებიც, როდესაც ვეხებით რაღაცა მყარს, ეს ფილტრი აღიქვამს მყარად, უბრალოდ ვეხებით რაღაც ენერგიას ამ დროს, მაგრამ ჩვენში ჩადებულია ფილტრი, რომ აი ესეთ კონკრეტულ ენერგიას, როდესაც ვეხებით, ეს არის მყარი. მაგალითად, ვისაც გამოუყენებია ვირტუალური რეალობის სათვალე. ძალიან კარგად იცის, რომ თვალები ძალიან ბევრს გვატყუებენ. ამაზე ძალიან ბევრი ექსპერიმენტიც არის და აი ვირტუალური რეალობის სათვალით, როდესაც ხედავ, რომ სადღაც სიმაღლიდან ვარდები, რამდენჯერაც არ უნდა ნახო ეს ერთია და იგივე და რამდენჯერაც არ უნდა იცოდე, რომ ზიხარ რაღაცა მყარზე, ყოველთვის გრძნობ მთელი სხეულით, როგორ ეხეთქები, რადგანაც თვალები ამას ხედავს და თვალები იწვევს შემდეგ ფიზიკურ შეგრძნებას. აქედან გამომდინარე, რეალურად ჩვენ ყველანი ვართ ენერგია. შემდეგ, პლანეტების ენერგია იგრძნობა ყველგან. მაგალითად, ფიზიკური ხელსაწყოთ შეიძლება გავიდეთ და დედამიწის ზედაპირზე კონკრეტულ წერტილში გავზომოთ მაგალითად იუპიტერის ენერგია, ან ნებისმიერი სხვა პლანეტის. ეს არის რადიაციის სახით ხვდება დედამიწის ზედაპირს. და როდესაც ვიბადებით, ჩვენ ვართ ენერგიის გუნდა სინამდვილეში. აქედან გამომდინარე, ძალიან ლოგიკურია, რომ აი ამ პატარა ენერგიის გუნდაზე, რომელიც ჩვენ ვართ, დიდი პლანეტების ენერგიები ზემოქმედებდეს. ერთიჯერ იმიტომ ზემოქმედებდეს, რომ რადიაციის სახით ვიღებთ ჩვენს ენერგიას, იმ წერტილში, სადაც მოთავსებულია, იმ წერტილში, სადაც ვიბადებით და მეორე იქიდან გამომდინარე, რომ ყველაფერი პატარა არის დიდი სანარეკლი. ანუ, როდესაც ვიბადებით, სამყაროში არის ზოგადად რაღაცა კონკრეტული ენერგია პლანეტების განლაგებიდან გამომდინარე და შესაბამისად ჩვენზეც აისახება ეს ყველაფერი. შემდეგ არსებობს ადამიანების ორი კატეგორია, ვისაც აქვს აქტიური ძლიერი მერკური და ვისაც აქვს აქტიური ძლიერი იუპიტერი. ადამიანები, რომლებსაც მერკური აქვთ აქტიური, ხო? ამ ადამიანებს არ შეუძლიათ რაღაცის ბრმად სწამდეთ. და ვისაც იუპიტერი აქვს ძლიერი, იმათ უბრალოდ სწამთ რაღაცის, არანაირი დამამტკიცებელი საბუთი ამისთვის არ სჭირდებათ. რეალურად ასტროლოგიაში უფრო მეტ წარმატებას აღწევენ ადამიანები, ვისაც აქტიური მერკური აქვთ. და ეხლა რატომ არ უნდა გვჯეროდეს ასტროლოგიის? იმიტომ რომ ასტროლოგია ეს არ არის რაღაცა, რის არსებობასაც და რის ისტორიასაც ვერ შეამოწმებ. ანუ მე რეალურად ისეთი ადამიანი ვარ, რომ არაფრის არ მჯერა თუ არ ვნახე მე თვითონ და არ დავწრმუნდი, ხო? აი ლოგიკური, ასე ვთქვათ, ლოგიკური მეთოდებით მივედი იქამდე, რომ დავუშვი, რომ შეიძლება ასტროლოგია სწორი იყოს და შემდეგ შევამოწმე და აღმოჩნდა, რომ მუშაობს. ანუ აი ესე, როდესაც ადამიანები იძახიან, რომ ასტროლოგიის არ მჯერა. ეს არ არის ისეთი რაღაცა, რომელიც არ უნდა დაიჯერო ან არა, იმიტომ რომ შემოწმება შეიძლება რეალურად. და ვისაც ასტროლოგიის არ სჯერა და ამოწმებს და აღმოჩნდება, რომ რეალურად მუშაობს, მას უფრო დიდი პერსპექტივა აქვს, რომ სარგებელი მიიღოს ასტროლოგიისგან, ვიდრე იმას, ვისაც უბრალოდ სჯერა და არანაირი დამამტკიცებელი საბუთი არ სჭირდება. რადგანაც ვისაც არ სჯერა, ეს ნიშნავს, რომ მერკური აქვს ძლიერი
და ძლიერი მერკურით შეუძლია რაღაც ანალიტიკური უნარები გამოამჟღავნოს და უფრო ბევრი რაღაცა ისწავლოს, იმიტომ რომ ასტროლოგია ანალიტიკასაც უკავშირდება. აქედან გამომდინარე მე გირჩევდით, რომ არ დაიჯეროთ ასტროლოგიის და უბრალოდ შეამოწმეთ. ანუ ზოგს გონია, რომ ძალიან დიდი ცოდნაა საჭირო იმისთვის, რომ რაღაც ელემენტარულად შეამოწმოთ ასტროლოგია მუშაობს თუ არა. არა, დღეს უკვე ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, რომ საკუთარი რუკა გააკეთოს, ჩაიხედოს, რაღაცა წაიკითხოს და ძალიან ცოტა ხანში აღმოაჩენთ, რომ მუშაობს ასტროლოგია და კარგს გააკეთებთ თუ ბრმად არ დაიჯერებთ. მეორე, რატომაც ადამიანებს არ სჯერათ ასტროლოგიის, არის ის, რომ დღესდღეობით ასტროლოგია ძირითადად მასებს მიეწოდება ძალიან უაზრო და სულელური სახით. და ეს ყველაფერი წამოვიდა იქიდან, რომ მე-20 საუკუნის დასაწყისში ბრიტანულმა ჟურნალმა Sun-მა დაბეჭდა ასტროლოგის სტატია, დაიბადა პრინცესა მარგრეტი, ელისაბედის და სთხოვა ცნობილ ასტროლოგს იმ დროს ნეილორს, რომ დაეწერა სტატია იმასთან დაკავშირებით, როგორი ცხოვრება ექნებოდა პატარა პრინცესას. ეს სტატია გახდა სამკმაოდ პოპულარული. შემდეგ ერთ თვეში ისევ დაუკვეთეს ამ კაცს სტატია და დაწერა ამ ასტროლოგმა, რომ ოქტომბერში მოხდებოდა საჰაერო ხომალდის ტრაგედია. ესეთი პროგნოზი გააკეთა და რეალურად მართლა ჩამოვარდა ბრიტანული საჰაერო ხომალდი 5 ოქტომბერს და შემდეგ კიდევ უფრო მეტი დაინტერესება წამოვიდა ხალხისგან ასტროლოგიის მიმართ. გაზეთებს, რა თქმა უნდა, უნდოდათ, რომ უფრო მეტი გაყიდვა ქონოდათ და სთხოვეს ამ ასტროლოგს, რომ რამე დაეწერა ისეთი, რაც ყველა ადამიანისთვის რელევანტური იქნებოდა. და მაშინ ამ კაცმა მოიფიქრა მზის ნიშნით ადამიანების დაყოფა, რომელიც მანამდე თითქმის არ არსებობდა, უბრალოდ ერთი ასტროლოგი, როგორც თეორია იყო ეს, რომ შეიძლება მზის ნიშნით ადამიანები დაყო. და მზის ნიშანი ძირად აი პიროვნულ თვისებებზე არაფერს არ იძახის. იძახის რაღაცას ჩვენი ველთან დაკავშირებით, ანუ ყველა ადამიანს როგორც მზეს აქვს გამოსხივება, აქვს თავისი ველი გამოსხივება და ის როგორ აღგიქვამენ სხვა ადამიანები შეიძლება იყოს მზის ნიშანზე დამოკიდებული მხოლოდ. არანაირი კავშირი არ აქვს იმასთან, რაც შიგნით ვართ. და შემდეგ ყოველ კვირა გამოდიოდა ეს გაზეთი, გახდა ძალიან პოპულარული ამ ასტროლოგის პროგნოზები მზის ნიშანთან დაკავშირებით და დღემდე ეს არის პოპულარული, რომ ყველა ადამიანს სჯერა, რომ არის თავისი მზის ნიშანი. მაგრამ სინამდვილეში შეიძლება მზის ნიშანი საერთოდ არ ასახავდეს ჩვენ ხასიათს. აქედან გამომდინარე, რადგანაც ეს ზედაპირული ცოდნა გვაქვს მარტო ასტროლოგიაზე, აქედან გამომდინარე არის, რომ ძალიან ბევრ ადამიანს აი ეს ზედაპირული, ასე ვთქვათ, ყვითელი პრესის ცოდნა ასტროლოგიაზე უკარგავს იმის შანსს, რომ ასტროლოგია გამოიყენოს როგორც ძალიან ძლიერი იარაღი თვითგანვითარებისთვის. ზოგს საერთოდ გონია, რომ ასტროლოგია პროგნოზირებასთან არის კავშირში მხოლოდ და ეშინია ასტროლოგთან მისვლა, ან ასტროლოგიით დაინტერესება, იმიტომ რომ შეიძლება რაღაც ცუდი უთხრას ასტროლოგმა, მაგრამ ასტროლოგია პროგნოზთან არ არის მარტო კავშირში. უფრო ძლიერი იარაღია ასტროლოგია იმის დასანახად, რა გვაქვს დასამუშავებელი, რითი ვართ განსაკუთრებული, რადგანაც ჩვენ რეალობას ვხედავთ საკუთარი თვისებებიდან გამომდინარე და ჩვენ გვგონია, რომ ყველა ისეთია, როგორც ჩვენ, ანუ ჩვენი სუსტი წერტილი არ ვიცით სად არის, არ ვიცით ზუსტად, ინტუიციურად ვიცით, მაგრამ ზუსტად არ ვიცით, რა გვაქვს დასამუშავებელი ამ ცხოვრებაში. და როდესაც დავინტერესდებით ასტროლოგიით ჩვენ რუკაში ჩავიხედავთ, ყველაფერი ხდება უფრო ნათელი. ჯიოტიში, მაგალითად ვედური ასტროლოგია, ითარგმნება სანსკრიტიდან როგორც ღვთის ნათელი პირდაპირ, რადგანაც რუკას, როდესაც განიხილავთ საკუთარს, იქ ჩნდება ნათელი. ანუ თითქოს გზა ნათდება. აი კონსულტაციის შემდგომ ადამიანები მეუბნებიან ხოლმე, რომ ყველაფერი დალაგდა. თითქოს ყველაფერი ვიცოდი, მაგრამ არ მჯეროდა, რაღაც ესეთ შეგრძნება აქვთ, იმიტომ რომ ქვეცნობიერად ისედაც ყოველთვის ყველაფერი ვიცით. აქედან გამომდინარე, მე მოგიწოდებთ, რომ
არ გჯეროდეთ ასტროლოგიის და უბრალოდ შეამოწმეთ მუშაობს თუ არა. და ცნობის მოყვარეობა დაიკმაყოფილეთ, რადგანაც მართლა ძალიან დიდი პოტენციალი აქვს იმას, რომ დაინახოთ თუნდაც კონკრეტულად რა მეთოდებით შეიძლება თქვენთვის საკუთარ თავზე მუშაობა. თუნდაც რა თემებია თქვენთვის კარმული და რა არის ის, რაც წინ წაგიყვანთ. ასევე არსებობს პლანეტარული პერიოდები და თითოეული პლანეტარული პერიოდი არის დრო რაღაცის. ანუ არის პლანეტარული პერიოდი, როდესაც შეიძლება ადამიანი თვითგანვითარებით დაკავდეს და არის პერიოდი, როდესაც პირიქით ყველაფერი მატერიალისტურით უნდა დაკავდეს. და როდესაც ჩვენ მივყვებით, ასე ვთქვათ, დინებას და დროს სწორედ ვიყენებთ, ყველაფერი თავისით ლაგდება და ძირითადად ჩვენი პრობლემები გამომდინარეობს ყოველთვის იქიდან, რომ არასწორ დროს რაღაც არასწორის გაკეთება გვინდა. და ამისთვის არის დროს, რომ ფეხი აუწყოთ, ასე ვთქვათ, ამისთვის არის ასტროლოგია ასევე ძალიან კარგი იარაღი. კიდევ ხშირად ესეთი კითხვა ისმის ხოლმე, არის თუ არა ასტროლოგია მეცნიერება. და ამაზე არსებობს ერთადერთი პასუხი, რა თქმა უნდა, არ არის ასტროლოგია მეცნიერება. ანუ ზოგს გონია, რომ მეცნიერებას აქვს ყველა კითხვაზე პასუხი და მეცნიერების მნიშვნელობას ზედმეტად ადიდებს, ასე ვთქვათ. მეცნიერება არის სულ რამდენიმე ასეული წლის წინანდელი. საფრანგეთის რევოლუციის შემდეგ დაიწყო ზუსტი მეცნიერებების განვითარება. იქამდე უნივერსიტეტებში ისწავლებოდა ფილოსოფია, ფსიქოლოგია, ისწავლებოდა სასულიერო მეცნიერებები და მსჯელობდნენ იმაზე ღმერთს რამდენი ფეხი აქვს ან რაღაც ესეთზე. და ასტროლოგია არის ძალიან ძველი ცოდნა. იმ დროინდელი, როცა ჩვენი ცნობიერება კიდე ძალიან დიდი იყო. აქედან გამომდინარე, მეცნიერებას თავისი ადგილი აქვს, რა თქმა უნდა და ძალიან გვეხმარება, მაგრამ ასტროლოგია ბევრად უფრო დიდი ცოდნაა, ვიდრე მეცნიერება. სულ ეს იყო დღეს, რაც მინდოდა თქვენთვის მომეყოლა. გემშვიდობებით, დროებით და მომავალ შეხვედრამდე.